ხო ალბათ ეს თავდაცვის საშუალებებზე თქვენი სპეციალობა ანუ და უთხრა ხელისუფლებას რომ ზოგადად როცა არ არის ნებადართული რაღაც კონკრეტული თავდაცვის საშუალებები ადამიანის ცდილობს მოქალაქე რაღაცით მაინც იყოს დაცული შესაბამისად იყოს წიწაკის სპრეი თუ ასე შემდეგ ბალონი ელექტროშოკი ხო და როცა ყველაფერი აკრძალულია მეგობრებს ბევრს აქვს მაგალითად ვინც მანქანით არ გადაადგილდება როდესაც ყველაფერი აკრძალული ხდება და მოქალაქე აცნობიერებს რომ პოლიცია მას არ იცავს და მყისიერი საფრთხის შემთხვევაში კაცი არ არის მისი პატრონი და ყველაფერი კრიმინალიზირებულია, მე ამ თავდაცვის საშუალებებიდან ყველაზე ძლიერს აირჩევს. ამიტომ ის ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან მაღალია ფემიციდი, ძალიან მაღალია ბავშვთა პედოფილიის და ძალადობის შემთხვევები და ახლა ქართული ოცნება საკუთარი თავის დაცვას გვიკრძალავს, ამაგიერო თვითონ შემოიტანს ის არ მოხდეს რომ მოუწიოთ მოქალაქეებს ცოტა უფრო მძიმე საშუალებებით თავის დაცვა რა, ამ ფრთხილად რაღაცა ტიტუშკები აუწუწუნდნენ რომ მოხვდათ გაზი თვალებში თუ რა მოხდა. დანს როგორც ჩანს, ხო, არ ვიცი. ეთყობა უნდათ რომ უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ მათი ტიტუშკები და ეგრე არ არის, არ გამოვა ეგრე საერთო ჯამში, როდესაც ადამიანი ხედავს რომ არავინ მას არ იცავს, მე გინდა არ გინდა ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი რეფლექსია თვითონ გადაწყვეტავს თავის დაცვასთან. შეიძლება მე ცოტა ცუდი რაღაცები მოხდეს, ამიტომ არ არის ეგ. ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე გადავიდეთ, მე მინდა თმაყურებელს წავკითხო ადვოკატების ინფორმაცია და შეიძლება ამაზე უფრო დაწვრილებით ილაპარაკებს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი წერს. სამ ძირითად პრობლემას გამოვყოფთ პირადად იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ბევრ პატიმრთან მაქვს შეხება და უმრავლეს შემთხვევაში პატიმრები ერიდებიან ხოლმე მსგავსი ინფორმაციის გამოტანას. ეს არის ჯანდაცვა, კვება, ჰიგიენა და სანიტარული პირობები. როდესაც არჩილ მუსელიანსმა გამომიტანა შემწვარი თევზი, ასე ვთქვათ ის ულუფა, რასაც მიირთმევდნენ და ასევე სხვა საჭმელი, რომელიც პარკში ჰქონდა ჩადებული და დამერწმუნეთ ეს იყო ამაზრზენი, იმიტომ რომ იყო ჭუჭყიანი, იყო თევზზე მატლები შემწვარი. ჯანდაცვა არის ძალიან პრობლემატური, რადგან გლდანის პენტენციურ დაწესებულებაში რიგ შემთხვევაში პატიმრები, როდესაც მიმართავენ დამხმარე ექიმებს, საუკეთესო შემთხვევაში ექიმი მიდის ერთი კვირის დაგვიანებით, უმრავლეს შემთხვევაში პატიმრები ამას არ ამბობენ შიშით, იმიტომ რომ ეს არის ჩაკეტილი დაწესებულება. ბორის ჩელეყურუა თვითონ მოგვიყვება, აქვე მინდა დავამატო რეზო კიკნაძის წერილი, რომელმაც გააჟღერა ძალიან ხმამაღლა ეს ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ გათბობა არ ჩართულა, პაციენტები, პატიმრები ცუდად ხდებიან, ექიმები არ შემოდიან, პრაქტიკულად მაცივართან გძინავს, მეორე დღეს პენტენციური სამსახური იძულებული გახდა გაეკეთებინა განცხადება, რომ აი ჩავრთეთ გათბობა და ახლა თბილად ძალიან პატიმრებიო და დღეს კიდევ გავრცელდა რეზო კიკნაძე, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმამაცით, წერილი, რომ საერთოდ ჩართვას რა აზრი აქვს, თუ ფანჯრებში იმხელაღრიჭოები უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივად ქროდეს ქარი და ასე შემდეგ. ბორის ჩელე გონია რომ ჯობია გიორგის კითხოთ, იმიტომ რომ გიორგის პირობები როგორი იყო, იმიტომ რომ გიორგს არ უსაუბრია ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის მანამდე და რატომ ყავით ჩუმათან თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ. იყო რაზეც ალბათ ეხლა ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არც არავინ მაგის გამოსწორებელი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები რაც იყო იმაზე გავამახვილე მე პირადად ყურადღება გამოსვლისას. რაც შეეხება საჭმელს, ეგ საჭმელი არ იჭმება, რა ვიცი, თუ ძალიან არ ხშია და გადარჩენისთვის არის ბრძვი, მაგ საჭმლიდან ალბათ 80% მინიმუმ არ მიგივა უბრალოდ გული რომ ჭამო რაღაცა ახლა რო კვდები შეჭამ არის რაღაცეები რაც რისგანაც შეიძლება ცოტა ხელი შეავლო და მე შეჭამ ლობიო მაგალითად და ქათმის ხორცი დანარჩენი რა გითხრა ეგ იყო ესეთი განცხადება იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში უბრალოდ ეგეთი დეტალი იყო რომ კალორაჟი დათვლილი არის ექიმების მიერო და მინდა ესე უთხრა რომ კალორიები არ ნიშნავს ნორმალურ საკვებს ანუ კალორიები შეიძლება აკრიფო ძალიან არაჯანსაღი ინგრედიენტი ხო მათსაც აქვს რა თქმა უნდა არაჯანსაღი ინგრედიენტებისგან აი მაგალითად წამონ ყვეს რომელიმე პარლამენტარი შევიდეთ ზამთარში და რომ დაასხავენ სადილს რომელსაც ეძახიან რომ დათვლილი აქვს ის ხანი დავდგათ, გაცივდეს და იმის ზედაპირზე რა ხდება, ზედავის მოციგურავე გაუშვათ და არ ჩატყდება. იმდენი ცხიმია შიგნით, აი ტივტივებს, აი ამხელა წვეთებია. ეს ხდება ყველა საკვებში. შესაბამისად, მაგის კალორაჟი, რომ დათვლიან 2300 თუ რაღაცა აქვს დათვლილი თუ 2500 კალორია დღესადღეღამისო, კი ბატონო, ეყოფა ოღონდ ცილა იქ. აი რომ ცილა არის ისეთი საკვები ნივთიერება, რომლის გარეშეც ადამიანის კუნთოვანი სისტემა ნელ-ნელა გალევისკენ მიდის თუ კალორიულ დეფიციტშია. ცილას რაც შეეხება, ერთი კვერცხი არის მაგალითად ერთ ადამიანზე საუზმეზე გათვლილი. ერთი სოსისი, რომელიც უბრალოდ ისეთი ცხიმიანია, რომ შეწვავ აღარაფერი არ რჩება. სხვა შეიძლება მაგ კვერცხს არ აუშავს, აი კვერცხი, რომელიც მაღაზიაში იყიდება,
ეგ საერთოდ კატასტროფაა, იმიტომ რომ მაღაზიაში იყიდება პროდუქტები, რომელიც აი თუ კი რამე გვინახავს ბაზარზე, ალბათ ჩაწოლილი რაც არის და არ იყიდება, ისინი შეაქვთ მე ციხის მაღაზიაში, იმიტომ რომ იქ შეუძლია არ გაქვს არჩევანი, ხო შეიძლება ყველას არ ქონდეს რაღაც კონკრეტული პროდუქტის ყიდვის საშუალება, მაგრამ რაღაც არჩევანი მინიმალურ დონეზე მაინც რო გქონდეს, რომ ოდნავ აი ქათმის ფილე იყო, რომელსაც აი ქათმის ფილე ხო არა, კანი არა აქვს, არაფერი ერთგვაროვანი, კუნთოვანი რაღაც მასა უნდა იყოს. გარედან ქონა რაღაცა გამყარებული კანი ამ არა პარკი არ ქონა, თვითონ ფილე იყო ისეთი ძველი და რაღაცნაირად ალბათ არ ვიცი 1000 ჯერ გამღვალ გაყინული, რომ აი ამ ხორცს რაღაც ზედაპირი ქონა მოკლედ. ალბათ მოწამლი შემთხვევებიც ხშირია ასე. მოწამლის არა, თუმცა გახსნილი ეგ არ არის რაც მაღაზიიდან ამოდის, მაგრამ ხარისხი არის ძალიან დაბალი. კალორას ხო და საკვებს რაც შეეხება. ანუ რა გამოდის გიორგი, რომ ციხის პირობებში არსებული საკვები უვარგისია? ციხის საკვები და ამაში ხო ფული იხარჯება სახელმწიფოს. ციხის საკვები უარგისია, კი, ნუ რა ვიცი ხა იმ ინგრედიენტებით რასაც ხარჯავენ, მგონია რომ ჯერთი უკეთესი საკვების მომზადება შეიძლება და მეორე ცოტა მეტი ფული არის დასახარჯი იმისთვის, რომ ადამიანი იქიდან რომ გამოვა, უბრალოდ რაღაცა არ იყოს დაზიანებული, ეს არ არის მარტო სინდისის პატიმრებზე ლაპარაკი, ყველა პატიმარი იქ ჭამს და იქ პატიმრები არიან, რომლებსაც 2 წუთი დასარეკი ფული არ აქვს და სიგარეტის ფული არ აქვს. ეგეთი პატიმრები ბევრი ზის იქ სოციალურად დაუცველების, ესე ვთქვათ, ბაზაში რო შეიძლება ყოფილიყვნენ გარეთ რო იყვნენ, ეს ხალხი ზის პურზე, აი ესეთ ამბები მომისმენია, რომ პურის გულისთვის შეიძლება კონფლიქტი მოხდეს. როცა მაგალითად ეხა პურს არ უჭამდით, მაგრამ ხალხს ისე შეია იქ და ეს საჭმელი, რასაც ციხე აძლევს. ჯერთი ბოლო კვება არის სადღაც საღამოს 7 საათისთვის. იმის მერე არაფერი აღარ ხდება დილის 10 საათამდე. მანამდეც ხო გეუბნებით, აი ის რაც შეიძლება კვებითი ღირებულება ქონდეს, ანუ ის სუპები და წვნიანები, რასაც აჭმევენ, იმაში ყრია ბოსტნეული და არის წყალი. ბოსტნეულს ჩვენ ვერ ვინელებთ, როგორც ბოჭკო, ისე მოიხმარება ჩვენი კუჭნაწლავის სისტემისთვის და ძირითადად უფრო მოტორიკას უზრუნველყოფს და წყალი. და აი ეს ბევრი ცხიმი, რომელიც მოსხმული აქვს თუ ჩაგდებული აქვს, ჩიგნით არ ვიცი, რაღაც უბედურება ხდება. აი წვნიანი უბრალოდ სიცივეში რომ დადგა და რომ გაცივდება, იმაზე შეიძლება ჩატეხო ზედაპირი რა და რაც იჭმევა ერთი ლობიო რომელშიც ჩიგადაში შეიძლება კბილები დატოვო, კენჭები ყრია ხოლმე, იშვიათად, მაგრამ ყრია, ხა ეგეთი რაც სახში შეიძლება დაგემართეს, ოკეი, დავანებოთ თავი ლობიო, იჭმება და ირეცხება. და ნუ რაღაც კვირაში ერთხელ ქათმის ხორცი. ხო და იქ რაღაცა სპეციალური ორსულებისთვისო და რაღაცა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვისო დაწერილი აქვს თუ მენიუებიო, ექიმებსო, აი ფურცელზე რო ნახოთ, ყველაფერი იქნება იდეალურად. პრაქტიკაში რო ავიღოთ, აი შეგვიძლია სინჯები ავიღოთ, რას აჭმევენ, მაგალითად, თუნდაც დიეტურ მაგიდებში რა ხარისხის ხაჭო და არაჟანი არის, რომელიც წესით უნდა იყოს კონკრეტული მონაცემების, რომ აჭამო იმ კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს. გარდა მაგისა, ამ ადამიანებს გარდა კვებისა ჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა, როდესაც ქრონიკული დაავადება გაქვს, პერიოდულად შეფასება ჭირდება და იმას აქვს მდგომარეობის ჯანმრთელობის მონიტორინგი ჭირდება, გარკვეულ პარამეტრებს, გარკვეულ ანალიზებს. ესეთი რაღაცები არ ხდება. ეხლა იქ ვიყავი 8 თვე და ჩემთან ერთად იჯდა მინიმუმ 3 ადამიანი ამ 8 თვის მანძილზე, რომელსაც ეს მეთვალყურეობა ჭირდებოდა და არც ერთ მათგანს ეს სერვისი არ ქონა. ერთი კაცი იყო, რომელიც თავის თავს უვლიდა ამ ხრივ და ძალიან მკაცრად ქონდა რაღაცები მოთხოვნილი და უკვე ის რაღაც წლები იყო იქ იჯდა და ნუ ფიზიკურად ეხლა ის იყო მისი სახლი ბოლო 10 წლის მანძილზე 16 გიორგი, ზამთარშიც მოგიწიათ იქ ყოფნა, ზამთარში რა ხდებოდა ახლა რა რეზუმ გაამახვილა. ფანჯარა კარგად იხურებოდა, ზოგ საკნებში ხ გარედან 8 ფანჯრები დაზიანებული იყო. ჩემთანაც კარგად იხურება, მაგრამ გათბობა მაქვს ჩართული და გათბობა ჩართული რო არის, თბილა. მე მაგალითად პრობლემა მქონდა, რომ ვისთანაც ვიჯექი იმ ადამიანებს დახურული ფანჯარა არ უყვარდათ და ნუ არა, მე უბრალოდ თბილად მეცვა და მაგრამ ზამთარში იქ რო გათბობა გამორთულია, ან სიცივეში როცა გათბობა გამორთულია, ძალიან ცივა, იმიტომ რომ მაღლობზეა, ფაქტიურად ეხლა რო იყურები ფანჯრიდან სადღაც თაწმინდის სიმაღლეზე არის, ან აი ანძამდე ბევრი არაფერი არ უკლია გდანის ციხის სიმაღლეს. აი გრილი ხომ მთაზე დგას, აი გრილი ადგილია და შესაბამისად ღამე, როცა ამპლიტუდა დიდი არის უკვე აი ამ სეზონზე, ღამე მაგრად ცივა სავარაუდოდ. კი ბატონო.